ნაყინი, კრემ ბრულე, ხათოსგან ბავშვობის გემოთი. ეხლა მინდა ნახეთ გაჩვენოთ როგორია. აი როგორია მთაწმინდის პარკში რო იყიდებოდა, ვისაც გახდოთ 72-იან და 70-იანელებო, გაიხსენეთ 10 კაპიკი თუ 20 კაპიკი რო ღირდა, აი დედაჩემს რო ავყავდი და მამაჩემს, აი გიჟდებოდი, ზუსტად ისეთი გემოა, გამოგივათ 1 ლიტრი ნაღებისგან, აი 13 ცალი, აი ესეთი 200 გრამიანი გაძეცგილი ნაყინი, აი ნახეთ, მოამზადეთ. აუცილებლად უყურეთ ვიდეოს. ეს რეცეპტი შეინახეთ, ეს არის სასწაული კრემ ბრულე ხათოსგან ბავშვობის გემოთი. მიყვარხართ. მოგესალმებით, შემოსაყვარლო გამომწერებო, ძალიან მომენატრება ხოლმე თქვენთან ერთად ახალი რეცეპტის დადება და ეხლა ნაყინის სეზონია და სახლში მომზადებულ ნაყინს რო არაფერი არ ჯობს, ყველა დამეთანხმებით, რო იცი რას აკეთებ და როგორ აკეთებ. მე უნდა გასწავლოთ ეხლა უმარტივესი ნაყინის რეცეპტი. მე როგორც ვამზადებ ისე გემრიელად, ამისთვის დაგჭირდება ნაღები. ნუ ნაღებს საქართველოში ცეცხლის ფასი უკიდია, მაგრამ ნიკორაში ხშირად არის ხოლმე ფასტაკლებები და ლიბრეში თუ არ ვცდები და მადლობა ამისთვის, რომ ფასტაკლებებს აკეთებთ ხოლმე და უნდა იყოს აუცილებლად 35%-იანი და ნაყინის, აი 10 ქვეფის წინ ხოლმე დაიმახსოვრეთ თუ გინდათ რომ ნაღები ამოგივიდეთ კარგად, 20 წუთი მქონდა საყინულეში. ეხლა ჩავასხავ და აგერ მომზადებული მაქვს მიქსერი, ფორმები, ყველაფერი ნაყინის მომზადებული მაქვს და სულ 3 ინგრედიენტით. 2 ინგრედიენტითაც ვამზადებ ხოლმე კრემ ბრულეს, მხოლოდ და მხოლოდ შედედებული რძე დაგჭირდებათ და კარგი 35%-იანი უნდა იყოს. სხვა შემთხვევაში არ ამოგივათ. აი რო ამბობთ ხოლმე რომ არ ამომივა 20%-იანით, არავითარ შემთხვევაში არ ამოგივათ და მე აი პიკანტურობისთვის ნებისმიერი კრემ ყველი დაუმატეთ ესე 200 გრამი. რა თქმა უნდა დაუმატებ თეოს ვანილს, რომელიც იყიდება ნავთლუხში, მეველეს 3 ნომერში და წამოვიღე ხალხო 5 ლარის და ვერ ვცლი იმდენია. აი ესე ნახევარი, აი ეს რო ჩაყაროთ, აი ესე მწიკვი, უკვე ისეთი არომატულია და ისეთი კარგია. ასევე თეომ გახსნა ვინც გლდანის მხარეს ცხოვრობთ, წინამღვძრიშვილის 90 ნომერში, ეს არის ვაგზალზე, აუცილებლად მიდით და ისიამოვნებთ, ვერ დაცლით და ერთი შეკვრა რო იყიდოთ რა ღირს 2 ლარი და არაფერში არ ყოფნით. მოკლედ დავიწყოთ ახლა ნაყინის მომზადება, გავთქვებ ჯერ ნაღებს. აი ესე ჩავასხავ, ნახეთ, აი მაცი საყინულეში რო ჩავდე, რო გითხარით, როგორი სქელია უკვე, კარგად ჩავწუროთ. და დავიწყოთ ნელი ბრუნვით ამოთქვეფა. მარტივესია. დაუმატოთ რა თქმა უნდა ვანილი, აი ესე. ძალიან უხდება და დავიწყოთ, აი ესე ჩავთქვათ. აი ესე ნელი ბრუნვით, ამას მეტი ნელი არ აქვს. თუ ამაზე ოდნავ ნელი იქნებოდა, უკეთესი იქნებოდა, მაგრამ ამაზე ნაკლები არა, აქ აი ამ ფრანკოს არა, აქ ეგრევე მიჩერდება. მოკლედ აი ესე უნდა ამოვთქვიფო და შესქელებამდე აი ესე უნდა ავთქვიფოთ. მასა გაორმაგდა და ეხლა ნელ-ნელა დავუმატებ კრემ ყველს. აი კარგად რო გაითქვიფა კრემ ყველი, უკვე გადავედი აი ესე კოვზობით დავუმატებ შედედებულ რძეს და ჩავასხავ და გაჩვენებ საბოლოო შედეგს. მორჩა. უგემრიელესი 1 საათში გაიყინება ნაყინი მზად გექნებათ. კილა ნახევარი დაუმატე უკვე და ნახეთ აი მასა, აი ნახეთ როგორი სქელი კრემისებურია. რა თქმა უნდა ვაგრძელებ ქვეფას. დამრჩა აი ამასაც შევატყვეთ. აი ნამდვილი კრემ ბრულე თუ გინდათ გამოგივიდეთ, აუცილებლად 2 კილა დაუმატეთ შესქელებული. აი ესეთი ნახეთ, მე ბარაქა ვიყიდე, ძალიან კარგია, ბარაქა მომწონს და აი ესე ნახეთ, აი უკვე როგორი ნაყინი გაქვს. რო გითხრათ რომ ეხა იაფიჯდება, სადღაც ფასტაკლებით თუ 20 ლარათი 20, ეს 2 კილა ალბათ 32, კრემ ყველიც იქაც სადღაც 36 ლარი ჯდება, აი ეს ისიც ფასტაკლებით თუ იყიდით ყველაფერს 36, მაგრამ ნახეთ 1 ვედრო გამოვიდა. ნუ მაინც ღირს. თუ გავითვალისწინებთ რომ გემრიელ ნაყინს
ერთი ცალი რო იყიდო 3-4 ლარამდე მაინც ჯდება, სახში გაკეთებული მაინც იაფი გამოგივათ. ნახეთ აი ეხა დანარჩენს შევატქვევ, გადავიტან. ნახეთ რამ სისქეა, ხედავთ რამ სისქეა, სასწაული გამოდის, გადავიტან აი ესეთი მუყაოს ჭიქები ყველგან იყიდება. მე რო დავდე აქვე ვყიდულობ ხოლმე კაპიკებში თათრების ბაზარს რო ეძახიან, მე კიდე მივალ და ლოკაციას დავდებ, სულ მაქვს აი ესეთი ჭიქები, აი ესეთი ჯოხებიც იქვე იყიდება, ნაყინის, აი ბავშვობაში, ჩემს ბავშვობაში 10 კაპიკი ღირდა ხოლმე. აი თბილისში ვინ ცხოვრობთ, აი ბორჯომიდან რო ჩამოვდიოდით ხოლმე თბილისში, ხო, ხშირად ჩამოვყავდი დედას, ხო, ცირკში ჩამოვყავდი, რა ვიცი, სადარ ჩამოვდიოდი განდების ოპერაცია რო გავიკეთე, სულ ძალიან ხშირად ჩამოვდიოდით და აი ასეთი ეხა ესეთი შეფარული ყავისფერი ესეთი მუყაოს იყო თაწმინდაზე იყიდებოდა ხალხო 10 კაპიკი ღირდა მეტი არა ნუ მე გეუბნებით 72 წელს ვარ დაბადებული 76 აი 80-იან წლებამდე აი ეგეთი ნაყინის გემო ცხოვრებაში არ გამისინჯავს და აი ესე იყო ხოლმე ეს ხის კოვზები და აი ამით რო აი ზუსტად ისეთი ნაყინი გამოდის რა ამიტომ ეს რეცეპტი ამ რეცეპტით აუცილებლად მოამზადეთ ეხა გადავიტან და რამდენი ცალი გამოგვივა აი ამ პორციით 1 ლიტრი იყო ნაღები 2 კილა შედედებული რძე აი ნახოთ აბა რამდენი გამოგვივა და ღირს თუ არა და აი ისიც უგემრიელესი კრემ ბრულე ბავშვობის გემოდით ფორმა ნახეთ როგორი აქვს აი ზუსტად ისეთი მთაწმინდის პარკში რო იყიდებოდა ხოლმე კომუნისტების დროს აი ეს არის სასწაული ესე იგი 1 ლიტრი ნაღებისგან 2 კილა შედედებული რძისგან და 200 გრამი კრემ ყველისგან გამოვიდა 13 ცალი 200 გრამიანი ჭიქა, საკმაოდ დიდი ჭიქა, სულ გაძეძგილის კი არა, ნაყინს რო იყიდი და ნახევარი ცარიელი როა და 100 გრამი რო დევს იმაში, აი სულ გაძეძგილი სადღაც დაჯდა 20 ლარად ვიყიდე 1 ლიტრი ნაღები და აი ამ რო შევაერთ ეს ინგრედიენტები სულ დაჯდა სადღაც 36 ლარი, 36 ლარში გამოვიდა 13 ცალი სახლში მომზადებული, აი უგემრიელესია, აი ზუსტად ის გემოა, მთაწმინდის პარკში რო იყიდებოდა კომუნისტების დროს უსასწაულესი ნაღების ნაყინი. მოამზადეთ აუცილებლად ეს რეცეპტი უგემრიელესია.